მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო. ეთერშია კოდის სათემო განათლების ცენტრის რადიო სახელწოდებით რადიოს ძალა. მე მისი წამყვანი ზეინა ბაბულაძე გახლავართ. დღევანდელი გადაცემა საოცარი ემოციებით დატვირთული გადაცემაა, რომელსაც სახელად დავარქვით მე დევნილობამდე. ჩვენთან სტუდიაში სტუმრად ყავს არაჩვეულებრივი ქალბატონები დევნილების სამაჩაბლოდან, რომლებიც 2010 წლიდან სახლობენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში. გთხოვთ ძვირფასო სტუმრებო, ჩვენი დღევანდელი გადაცემა მიუძღვნათ თქვენი ცხოვრების იმ ეტაპს, როდესაც არ იყავით დევნილები, როდესაც არ იყო 2008 წლის საშინელი ომი, როდესაც თქვენი ცხოვრება სავსე იყო მშვიდობით, სიხარულით, მომავლის იმედით და ყოველდღიური საქმიანობებით. თუ შეიძლება გაიხსენეთ დრო, როცა თითოეული თქვენგანი ცხოვრობდა საკუთარ სახლში, საკუთარ სოფელში, ოჯახის ხმებითა და ყოველდღიური სიხარულით დატვირთული. დღეს გაიხსენეთ ის სახლი, ის ბავშვობა, ის ცხოვრება, რომელიც დარჩა დევნილობამდე. ქალბატონო თამარ, თქვენგან დავიწყოთ, ჩემო კარგო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მე ვარ თამარ მაღალდაძე. სამაჩაბლოს სოფელ ქემერტიდან დევნილი. ამჟამად ვცხოვრობ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის დევნილთა დასახლებაში. რა უნდა გავიხსენო? 2008 წლის ომამდე ჩვენ დიდ განსაცდელში ვიყავთ ჩვენ სოფლებში. 18 წლის განმავლობაში ერთი დღეც არ ყოფილა, რომ ჩვენ შვიდად და ნებივრად ყოფილიყავით ჩვენ სოფლებში. მაგრამ წარმოიდგინეთ თქვენ, ისეთი მდგომარეობა იყო, ხან საღამოს იყო სროლები, ხან დილას იყო, ხან ორმხრივი იყო, ხან ცალმხრივი იყო. მაგას ჩვენ თვითონ კარგად დავეუფლებთ, ვარჩევთ, ცალმხრივი სროლა იყო თუ ორმხრივი. მაგრამ ქართული ცხოვრებიდან, ქართველი კაცის მენტალიტეტიდან გამომდინარე, ჩვენ არაფერი ცხოვრებისეული არ დაგვიტოვებია უკან. თავის დროზე ქორწილსაც ვაკეთებდით, დაბადების დღესაც ვიხდებით, მიცვალებულსაც თავის პატვის მივაგებდით. მიუხედავად იმისა, რომ საშიშროება ჰქონდა თავდასხმისა, სროლებისა. მანამდე, ამ უბედურებებამდე ძალიან კარგად ცხოვრობდით. ეხლა რომ უყურებ საქართველოს სხვა კუთხის ხალხის ცხოვრებას და მდგომარეობას, წარმოიდგინეთ პარალელის გავლებაც არ შემიძლია. იმდენად მშრომელი, იმდენად პასუხისმგებელი, იმდენად ქართული მენტალიტეტის ხალხი ყოფილვართ იმ ჩვენ სოფლებში. ყველაფერი თავის დროზე აღინიშნებოდა. რელიგიური დღესასწაულები, აქ რომ ვარ, სადაც ვარ ჩასახლებული, აღდგომა კარგად იციან ძალიან რას ნიშნავს. მაგრამ ჩვენ აღდგომის გარდა ძალიან ბევრი რელიგიური დღესასწაულები ისე ქონდა გათავისებული, რომ არასოდეს არ გამოგვიტოვებია. არასოდეს გამოგვიტოვებია ამაღლება, ქრისტეს ამაღლება. ჩვენ სოფელში, განსაკუთრებით ქემერტში, ყველა ოჯახი ემზადებოდა ამ დღესასწაულის აღსანიშნავად. ღვთისმშობლობა ჩემ მეზობელ სოფლებში აღინიშნებოდა დიდ დღესასწაულად ყველა ოჯახის მხრიდან. ხო და ახლა ბევრი არ გავაგრძელო და დიდი დრო არ წაგართვათ, იმიტომ გაუსვია მას ხაზი, რომ ის ჩვენი მხარე ყოფილა ნამდვილად ქართული და ნამდვილად ქართველი ხალხი ყოფილვართ. მაგას ვიტყვი, არ შემწყება ამ სიტყვების თქმისა, ვისთანაც უნდა მაგას დავამტკიცებ, რომ ესე ყოფილვართ. ეხლა პირადად ჩემი მდგომარეობა როგორი იყო? მე ვმუშაობდი
ქიმერტის საკრებულოს მდივნად წლების განმავლობაში. ყოველი დილა ჩემთვის იყო დატვირთული. წარმოიდგინეთ, დღეში 4-ჯერ მიხდებოდა ბოდიში ტანსაცმლის გამოცვლა, საშინაოსი, საგარეოსი, ბავშვსასმელი, სამსახურის წასასვლელი და სხვა ორგანოების წასასვლელი კიდე. ისეთი დატვირთული ცხოვრება მქონდა, მაგრამ იყო ძალიან ხალისიანი, ძალიან წარმოიდგინეთ იმ 18 წლის განმავლობაშიც ჩვენ არ გვინანია და არ გვიფიქრია, რომ მეტავი აქედან წავიდეთ. მაგრამ ბოლოს მოხდა ისე, რომ 2008 წლის მდგომარეობას ვეღარ გაუძიალით და იძულებით წამოვედით ისიც. რა ვიცი, მეტი რა მოგახსენოთ, ძალიან კარგად ვიყავთ ომის 18 წლის წინ და ეხლა ვართ, რა ვიცი, სხვის სახლში მიკედლებული. ის ჩვენი ყველაფერი ძალიან კარგად გვახსოვს, ჩემი ოჯახი 4 თაობის ნაშრომი დავტოვეთ, 4 თაობის ნაშრომი. ის რაც შევიძინეთ, 1 და 2 წელიწადში ხომ არ შევიძინეთ. ამას ხომ ბევრი წლები უნდოდა ამ ცხოვრების შეძენას. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ სული ყველაზე ტკბილი ყოფილა. რადგან ჩემი შვილები და ჩემი ახლობლები და ჩემი სოფლის ხალხიც იქიდან უდანაკარგოდ გამოვედით. აი, ამისთვის დიდ მადლობას უფალს უძღვით. მე ვარ მარიკა ოთინაშვილი, ცხინვალის რაიონის სოფელ ქურთიდან. სიმართლე გითხრათ, ძალიან მშვიდი და ძალიან უწყინარი ბავშვობა მქონდა. ეხლაც ფიქრში ხშირად ვიხსენებ ხოლმე ჩემს მეზობლებს, ერთად რომ თამაშობდით, ერთად რომ მივდიოდით ლიახზე და ერთად რომ ჭამდით კოწახურს. ძალიან კარგად მახსოვან ჩემი ლელა და ლალი, დები, სერგო, ილია, ხაჭაპორიძეების უბანში ვცხოვრობდი და გია ციცილოშვილი, აი ჩემი ძმა, ჩვენ სულ ყველანი ერთად ერთი თანატოლი ბავშვი ვიყავით, ერთად ვთამაშობდით, თქვენ წარმოიდგინეთ, ლიახზეც ერთად ჩავდიოდით და რა ვიცი, ყველაფერი რაც კარგი მაქვს, ეხლაც ხშირად მახსენებს თავისი მშვენიერ ბავშვობას. ხო, კიდე რა გითხრათ, კინოშიც მივდიოდით, მაშინ ორ სერიანი ინდური ფილმები, 40 თეთრი ღირდა და მშობლებს ვეხმარებოდით, რომ საღამოთი ფული მოეცათ, რომ კინოში გავეშვით. 40 კაპიკი, ხო. ხო. ანუ თითო სერია 20 თეთრი. კი. ყოფჩხილაზე დავდიოდით ხოლმე, ჩემი თანატოლები, ჩემი მეზობლები ყოფჩხილა ჩამოგქონდა და ჩვენი დედები წილს დებდნენ გენაცვალე და ეს ნაცარქათამას მხალი იყო კიდე, იმ ხალსაც გაგზავნიდნენ მშობლები, მივდიოდით და მოგქონდა და რა ვიცი, ძალიან გემრიელი იყო ის ნაცარქათამას მხალი, მშვენივრად მახსოვს. კი, ჩემი მეზობლები მახსოვს, მე ძალიან მშვიდი და აუღელვებელი ბავშვობა მქონდა, მაგრამ აუცილებლად წიგნთან ვიყავით მიჯაჭულები, მაშინ ყველა კითხულობდა და ჩვენც ვკითხულობდით წიგნებს. რა ვიცი, ასე გადიოდა ჩვენი ბავშვობა მშვიდად და აუღელვებლად. წიგნები მიყვარდა ჩვენ სახლში, მამაჩემს 5000 წიგნი გქონდა ჩვენ, მე და მამაჩემი ამის აღწერას ვაწარმოებდით, ჩვენ ისე უვლიდით ამ წიგნებს, ისე ვერ წავდით, ისე უვლიდით, რომ რა ვიცი, ხალხი მოდიოდა და ჩვენგან მიჰქონდათ ხოლმე წიგნები, მამაჩემს ძვირფასი ბიბლიოთეკა ჰქონდა სახლში. ეთყობა ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ მაინც ბიბლიოთეკურზე ჩავაბარე, ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, ძალიან მიყვარს ბიბლიოთეკაში მოსული ადამიანები დღემდე მახსოვს. ძალიან კარგ სამსახურშიც მოვხდი ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ერედში. ძალიან კარგი სამსახური მქონდა და ხო გეუბნებით, ვინც მოდიოდნენ წიგნებისთვის, ჩვენ იქ გარჩევებიც მქონდა წიგნისა, შინაარსაც უყვებოდით ერთმანეთს და ახალი წიგნი რო შემოდიოდა, აუცილებლად ჯერ თანამშრომლებს ვეტყოდით, რომ წაიკითხეს, ძალიან კარგია და ძალიან კარგია და ეს მე ერედშიც დავრჩი. მოვეწონე ერთ ბიჭს და გავთხოვდი ერედში და გავბედნიერდი. ხო, სიმართლე გითხრათ, კი ვიყავით ახლა ყოველდღიურ დაძაბულობაში და ყოველდღიურ სროლებში, მაგრამ უკვე შეჩვეულებით ვიყავით, მაინც საგანგაშოდ არ აღვქვავდით ამას, ალბათ ასე უნდა ყოფილიყო, რა ვიცი, მაშინ და მე წამოვედით, დავტოვეთ ჩვენი სახლკარი, ჩვენი შეძენილი, მშობლების შეძენილი, დეამთილ-მამთილების შეძენილი ცხოვრება ქონება და სულ ყველანი პადლებში ვისხედით და ასე წამოვედით პადლებიდან, როგორც ვიყავით ჩაცმულები.
ზოგმა სურათებიც ვერ გამოიტანა და ამას ძალიან სწოხან მე თითოეულას შემთხვევით აღმოვაჩინე გამოტანილ ბარგში რომ მქონდა თითოეულას სურათი გადარჩენილი. ისე ერთადერთი აი ჩემ ფიქრებში რომ წავალ ხოლმე ერთადერთი ადგილი მახსენდება ხალხო ქურთაში იყო ეკლესია. აი ეკლესიის გვერდზე ცხოვრობდა ჩემი ძმა და აი იქიდან იყო ისეთი ლამაზი ბილიკი იყო ხალხო ასასვლელი და სასაფლაოზე რომ ჩემი მშობლების საფლავზე ავდიოდი და აი ვიტყვი ხოლმე ერთადერთი სურვილი რომ მითხრან რომ უნდა დაგაბრუნო და სად მიგიყვანო და სად აი იქ მივიდოდი იმ ბილიკს ავიბლიდი რომ საფლავზე ჩემი მშობლების საფლავზე მივსულიყავი ჩემი ძვირფასი მშობლების საფლავზე. მოგესალმებით. მე ვარ ლუიზა დუდაელი ოსიეროვნებისა, მაგრამ დედის გვარზე ვარ ასკილაშვილად დღესდღეობით. მეც იგივეს გავიმეორებ. ჩემი ცხოვრება ალბათ ჩემი ბავშვობა ობლობაში გავიზარდე მართალია. უდედოთ ვიზრდებოდი, დედამუცეს გადამყვა. ძალიან ბევრი ამბები მაგამდე, აი ბავშვობაც მქონდა. ну ობოლიც რო ვიყავდა მათ ამამებდა ყველა სკოლაში, სახლში, სოფელში, ყველა მეფერებოდა და დედინაცვალიც ისეთი შემხდა რომ ნამდვილად საკუთარ დედასეფა მყავდა, გამზარდა ძალიან. მე არც ვიცოდი, ვიყავი უკვე მეხუთე კლასში ვიყავი რომ გავიგე რომ დედინაცვალი იყო. ისიც მეგობარმა მითხრა შენ ხო იცი იგავ შენი დედინაცვალია, დედას სრულად ეძახიო. მე სახლში მივედი და ვუთხრი დედა მეთქი შენაც ჩემი დედინაცვალი ხარ მეთქი და შემომეხვია ცრემლები ჩამოყარა და შვილო არაფერი გამიკეთებია დედინაცვლობისა ნამდვილი დედასეფა გზდი. ჩემი ბრალი არ იყო დედა რო შენ დაგეღუყავ, შენ მუცეს გადაყვავ, შენ გადაყვავ. მითხრა, მაგრამ მე მაინც დედინაცვალი რო მე დამეღუპა, მე ნამდვილად დამეღუპა, რო გამზარდა, გავთხოვდი, მეუღლე მე 16 წლისა გავთხოვდი, პატარა გავთხოვდი და მე ყოლა ორი შვილი და უკვე რო გავხდი, 16 წლისა გავთხოვდი და 22 წლისა დავქრივდი. ნამდვილად არ ვიყავი მე დიდი თამამად გაზრდილი ვიყავი, ავადმყოფობაში ვიზრდებოდი. დედის შემდეგ დედა რო გადამყვა მე მქონდა გულის მანკი და ნუ ბევრი სულ ბალინცებში ვიზრდებოდი რა და თამამი ვიყარა, ძალიან თამამი ვიყავი. ჩემი ბავშვობა ყველას უყვარდი, ყველა მეფერებოდა. აი თითქოს ბავშვობა ძალიან ისა მქონდა ლაღი რა. მაგრამ მე ბოლოს რო გავთხოვდი იმის შემდეგ ოჯახში მე ვერ ვიყა კარგად. ბედნიერი არ ვიყავი. ნამდვილად არ ვიყა ბედნიერი. მაგრამ ღმერთს მადლობა რომ ორი შვილი მაჩუქა და შვილები მყავს ძალიან ძვირფასი. რომ ჩემი ამაგი, ჩემ ამაგს ხედავენ რომ მე ნამდვილად ახალგაზრდა დედა დავრჩი და გავზარდე და არც ერთიც კარგი მყავს და მეორეც. ხო, ну აი ბავშვობაში რა, წეღანაც ხო რაღაცები ვთქვი, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი ჩემ მეგობრებმა იცოდნენ ხოლმე სამსახურში რომ შე რომ მოდიხარო, აქ არის ჩვენი ისა. ну აი ისეთ რამეს ვაკეთებდი, ისეთ რამეს ვამბობდი რომ უნდა გაეცინათ. ყველას აი მაქვს ისინი მაქვს რა, აი ნიჭი მაქვს, მაგის ნიჭი და მე ბავშვობაში ვღეროდი. მე სკოლა მომაწყო მუსიკალურში, გორში მომაწყეს, ნამდვილად მომაწყეს, ნიჭით დაჯილდოებული ვიყავი, თითქმის ძალიან კმაყოფილები იყვნენ, მაგრამ პატარა გავთხოვდი, რო გავთხოვდი, მე დედამთილმა ოჯახმა აღარ გამიშვა რა. მაგრამ მე მაინც დავამთავრე, მამა მაინც იმდელი იქნა რომ მე მაინც ატესტატი გამოვიტანე რა. ეს ომიანობა ჩემს ძალიან ბევრი უბედურობა გამოიარა. წვეთ ვიყაყვანილი, როგორც ოსიეროვნებისა, როგორც მე რომ ვამბობდი საქართველოს ჩემი სამშობლო, ეგ იყო ჩემი დიდი მიზეზი. მე დღესაც ჩემს სამშობლოს დღესაც რომ დამიძახონ. ტყვეთ რო კი არა, ტყვია რო ამიშვირო, ტყვია უნდა გესრულოდას თქვი, ესე არ ვიტყვი მე ჩემ საქართველოს გულისთვის თავს დავდებ. მიყვარს ჩემი საქართველო, მე საქართველოში გავზარდე, ჩემი ობოლი შვილები, ჩემი ყველაფერი, დარდი, ჯავრი, ყველაფერი მე ჩემ საქართველოს გადამატაინა. მე ობლები რო დამჩნენ, ობლები რო პატარები დამჩნენ, ერთი იყო 4 წლისა, მეორე იყო 5-6 წლისა და ჩემმა ქართველმა ერმა არც შეშამომაკლო, არც მოფერება მომაკლო, არც უსახკარო დავრჩი და სახლი რამე ყველაფერი, სულ ყველანი გვერდში მიდგნენ, ისეთ პატივს მცემდნენ, ისეთი კარგი სიყვარული მაქვს ჩემ ქართველერზე, რომ მე არ შემიძლია მე საქართველოს ერთი წუთითაც უღალატო.
არანაირად დღესაც რომ დამიძახონ თუ გინდა სცადეთ და აი გამოაძახებინე ჩემი თავი რომ მეტყვეთ ჩავარდები კიდე ხელს აუწევ რომ დამხრიტონ ოღონდ საქართველოს იყოს აი ოღონდ საქართველოში მშვიდობა იყოს და ყველას ერთმანეთი უყვარდეს ყველა აი მე მიყვარს უყველა მე ყველა მიყვარს მე ოსიც მიყვარს მე ბევრი უბედურობა გამომატარეს იმიტომ რომ რატომ ვთქვი საქართველოს ჩემი სამშობლო ეგ იყო ჩემი დიდი მიზეზი და მე დღესაც ვიტყვი და ხვალაც ვიტყვი რომ მოვკვდე მიწაშიც ვიტყვი რომ ჩემი საქართველოს მიყვარს და მეყვარება ყოველთვის 8 წელს კი არ იყო ეს ომი ჩვენთან იყო როგორც იავნანა ისე იყო სუისროდნენ და ან ისეთ ადგილას ვცხოვრობდი რომ ზეიდან ტყუები მოდიოდა წვილი ჩემს აღთან მაგრამ მე არ შევშინებული ვარ მაინც ვიყავი ხნედ ვიყავი რომ შვილები მყავდა და შვილები მონაწილეობას იღებდნენ მორიგეობდნენ იყვნენ იქ ყველანაირად მეც და ჩემი შვილებიც ვიყავით საქართველოს მოყვარულები მოგესალმებით მე ვარ სოფელ ერედიდან დევნილი ია ბერუაშვილი მთელი ჩემი ბავშვობა რაც მე მახსოვს სულ ომი იყო ომში ვიზრდებოდით ფაქტიურად მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყავი რომ იქ ვიყავით პატარებს ისეთი უცბად რომ დაიწყებოდა სროლები და რაღაცა წაგვიყვანდნენ ხოლმე გაგვიყვანდა სოფლიდან და დღეებს ვითვლიდით უკან როდის დავბრუნდებოდით და მაინც ყველა ბედნიერები ვიყავით. მამაც პოსტზე იყო ხოლმე დილა რომ თენდებოდა ერთ სულ მქონდა როდის გათენდებოდა რომ ცოცხალი მოვიდოდა თუ არა. მაშინ ეგრე იყო ხოლმე თვითონ მაცხოვრებლები იცავდნენ სოფელს და ჯარი და ისისი არ იყო. იყო, მაგრამ თვითონ გადიოდნენ ხოლმე და იცავდნენ სოფელს თვითონ მაცხოვრებლები. რაღაც სხვანაირი სიყვარული ჰქონდა თითქოს ასე მგონია ყველას უყვართ თავის სოფელი, მაგრამ ჩემ სოფელს რაღაც თითქოს სხვანაირად უყვარდათ იქ მაცხოვრებლებს, უფრო სხვანაირად ამაყობდნენ. მე ესე მგონია, არ ვიცი, ძალიან დღესაც აქაც ხოვარ. დღესაც მგონია, რომ დროებით თავშესაფარში ვარ, ისევ სახლები ჰოგობ, მაგრამ მგონია, რომ დროებით თავშესაფარი არის და უნდა დავბრუნდეთ, როგორც ყოველთვის ცოტა ხანი რომ წავიდოთ და ბრუნდებოდით ხოლმე. რავი, ყველაფერი მიყვარს და ყველაფერი მენატრება, რაც იქ დარჩა. წარმოუდგენელს არ მინდა ეხლა რა არის და რა მდგომარეობაშია ყველაფერი იქ. თუმცა ვიცით დაახლოებით როგორც არის. რა იმედია იქნება ის დრო, როცა დავბრუნდებით, იმიტომ რომ ჩემი მშობლების ნატორაც ეგ არის, დედაჩემი იმის ნატორაში ისეთ ცუდად გახდა და ისეთ აქ დაიღუპა და მის დღეს სულ მაგას ნატრობდა ხოლმე ვიყავ და როდის წავალთ და ისე მოხდა რომ სანამ ცოცხალი იყო არაფერი არ მოხდა მაგდაგო და იმედი არის რომ დავბრუნდებით და ჩვენი შვილები მაინც იქნებიან. როცა სახლზე ფიქრობ, თქვენს ბავშვობაზე ფიქრობ, ყველაზე მეტად აი რა ხმა, რა სურნელი, რა კადრები გახსენდებათ. აი უცბად, აი რომელიც თქვენზე დღემდე წარუშლე სტაბილურობას დარჩა. რა ხმა თითქო იგივე იყო რაც ეხლაც მესმის, მაგრამ სხვანაირი იყო უფრო ლაღი, უფრო რავი ალბათ ბავშვის ყურით თუმცა ბავშვიც არ ვიყავი, მაგრამ როცა წამოვედი კიდე, როცა აქ ომი იყო 29 წლის ვიყავი. ხო მაგრამ მაინც სხვანაირი იყო იქ ყველაფერი უფრო სხვა მეზობლებიც ის ხმები ის ერთმანეთში როგორ ვიყავით ერთმანეთს გადაძახილები ერთმანეთოთ თონეზე რო ერთმანეთზე ეძახდნენ და კურს ერთად აცხობდნენ და მე პატარა სუფრებს გაშლიდნენ ხოლმე კიდე ძაღლიც კი და კატაც კი და რა ყველაფრის ხმა სხვანაირი იყო იქ თითქოს ძაღლიც დაგვრჩა და დღემდე როგორც ადამიანი ისე ნერვიულობთ ისე იმ ძაღლზე ვერ მოვასწარით ხო ყველაფერი ისე სხვანაირი იყო რა ერთი აქ განა არ არის საქართველოს აქაც საქართველოს სადაც ვარ საქართველოში ცხოვრობ ჩვენი მიწა-წყალია მაგრამ მაინც ის სხვა იყო უფრო მოგესალმებით მე ძალიან ცელქი ბავშვი ვყოფილი ვარ ვიყავი საერთოდ მამაჩემს რომ დავბადებულო უნდა რომ ბიჭი ყოფილიყავი და ვცდილობდი თავი მომეწონებინე რომ ბიჭისგან არაფრით არ განსხვავდებოდი დურგალი იყო და ისეთ სამუშაოებში ვშველოდი რომ თვითონ ბიჭებსაც რო გაუჭირდებათ ხო და ამის გამო ძალიან მადლობელი იყო თან და თან უყვარდა კიდე მე ფილოლოგობა იმან შემაყვარა ილიას სიტყვებს იმეორებდა კაცად მაშინ ხარ საქები თუ ეს წესი წესად დარგე ყოველ დღესა შენ თავს კითხე აბა დღეს მე ვის რა ვარგე აი ამ შეგნების გზირა შვილებს
და სახლში რომ მოვიდოდა, ან წაიკითხეთ, ან მოგსოვეთ, ან შეკერეთ, ან რაღაცა აკეთეთ სახლში. კატას არ გავაჩერებ, უბრალოდ თავი არ დაიჭიროსო და უსაქმური შვილის არ ამჭირდებაო. აი ეს იყო იმისი დამრობით. ხო, ასეთი იყო და სხვათა შორის არ ფულზე არასოდეს არ იყო გახარბებული. ბევრჯერ ყოფილა რომ მრავალშვილიან ოჯახში რომ მუშავია მაშინ 10 მანეთი იყოს და ნახევარი დაუტოვია რომ იმის შვილებსაც სჭირდებათ. რომ მოვიდოდა დედაჩემი შენ რისთვის დადიხარო და რისთვის დავდივარ მარტო მე ჩემთვის არაო და აი ამას ეთქოდა ხოლმე კაცად მაშინ ხარ საქები და აი ეს ხონდა სულ როგორც კრედო. აი ამ შეგნები დაგზარდა შვილები. ესე ვიქცეოდი ჩვენც როცა საჭირო ხდა როცა დავიბადე ქემერჩი და გავიზარდე ცხინვალში მეოთხე სკოლა დავამთავრე პაპაჩემს ნაკვეთები ქონია თავის ძმებს 5 ძმას მეოთხედი ნაწილი ცხინვალისა ჩემ პაპაჩემის და მაგის ძმებისა ყოფილა და მე შეხვდა სიგრძე სიგანე 14-15 მეტრი მეტი აღარა არც ყველა სათითაო ეგ მამაჩემის აშენებულ სახლში მეოთხე სკოლა დავამთავრე ვიღავი ახლა იქ კონცეპტანაც ურთიერთობა მქონდა ქართველებთანაც ურთიერთობა მქონდა მაგრამ ის პერიოდი როცა იყო როცა არ იყო ის არეულობა და სახალგაზრდობა კარგად მახსენდება ის ისინი და ქალების მყავდა და ეხლაც კი მეენატრებიან რომ შეხვდები ეს არა აქვს მნიშვნელობა ომი უბრალო ადამიანებს არ უნდა უბრალო ადამიანებს კეთილ ადამიანებს ომი არ უნდა რა ეროვნებისაც გინდა იყოს ხო და ერთის ის მქონდა კიდე რომ არცად არ წავსულიყავი მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე რომ ცხინვალის იგით ფეხი არ მინდოდა გამედგა ჟურნალისტიკა მინდოდა ჩამებარებინა და არ მომიწია ისე ვერ მომიხდა და ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტი დავამთავრე ხო და პედაგოგობა ავირჩიე ერთი მახსენდება სიკეთით ერთი რამ ჩვენი სკოლის მეოთხე სკოლის დირექტორი გვარად გაგლოშვილი იყო და ქართული მენტალიტეტის ოსი იყო და იტყოდა ხოლმე ჩვენთან შეხვედრის დროს მე უშვილო მინდვრის ოსი ვარ და ჩვენი სკოლის ბავშვები ვინც ვაბარებდით რომ დავამთავრეთ ყველა გამოცდაზე იყო ჩვენი გულშემატკივარი მოდიოდა და გველოდებოდა ნიშნებს რას გამოვიტანდით ეს მე არასოდეს არ დამარცხდა აი ეს მინდვრისოსი რას გულისხმობდა მინდვრისოსი ესე არ ვიცი ახლა ეგრე ამბობდა და რას ნიშნავდა არ ვიცოდი თქვენც გეკუთვნით და ოსებსაცო ხო მე მთიდან ჩამოსული ვარ მაგრამ მინდვრისოსი რომ ქართული განათლება მიღებული იყო ეს ითვლებოდა ძალიან კარგია ორი ვერიშვილი ვარ ხო ესენი მე მახსენდება და ძალიან თბილად ვიგონებ იმ ადამიანს მე შვილები გავზარდე 4 შვილის დედა ვარ და ომამდე ჩემმა შვილებმა 3 უნივერსიტეტი დაამთავრა და ერთმა პოლიციის აკადემია მაგრამ ერთი სამწუხაროდ შეეწირა მოსურ კომპლექსს 2005 წელს თავის ბიძაშვილებთან და თქვით ჩაიგდეს და აწამებით დახოცეს ესენი ბიძაშვილები იყო და ერთი სტუმარი ლომიძე ხაშურიდან და ომამდე როცა უკვე 8 აგვისტოს ომი რო დაიწყო მე კიდე მეგონა რომ სხვა დროს როგორც აურზაური იქნებოდა გაიქცეოდნენ და ისე მე შემოყავდა ქალები და ბავშვები ეხლაც ესეთი მდგომარეობა იქნება მეთქი და არ დავტოვე და არც არასოდეს არ დამიტოვია იმ კონფლიქტის დროს ყოველთვის მე ბავშვები იქ ყავდა ყველა რო გამოიქცეოდა 10 წელი დაიყო ჩემი ბავშვი და მარტო ის დარბოდა უბანში და ეთყოდნენ ხოლმე ნიკო დაგჭა მთელი მაისის ბლები შედა აღარაინ მოიპარავს ბავშვები აქ არ არიან ხო და ეს ჩემი შვილები ერთი ბედნიერება ერთი მქონდა ის რომ ამ 4 შვილიდან ბიჭების 3 იყვნენ არც ერთი სიგარეტს არ ეწეოდა არც ერთი სასმელს არ ეტანებოდა სწავლობდნენ კარგად სამე ესე იგი ორმა ბიჭებმა უნივერსიტეტში რო ჩაბარეს მე გოგო მიყვაიმა და ბიჭის დროს უკვე აღარ შევძელით რაღაც დაძაბულობა იყო ჩამოდიოდნენ ესენი აცდენდნენ ლექციებს შემოსulis დროსაც ლიმონკებით შემოდიოდნენ რომ აი დაჭერის შემთხვევაში შეიძლება თავი ავიფეთქოთ და თან გავიყოლოთ აი ესეთი პერიოდიც იყო ხო და 2008 წელს ომი რო დაიწყო მე დავრჩი დედა მყავდა 85 წელისა იყო ლოგინად ჩავარდნილი და ჩემი ძმა დარჩა დედა ჩემის გულისთვის 3 კილომეტრი ხო ქემერტამდე და ტრასაზე რო ვერ გავდიოდი მითი გესის ხიდი ერქვა ტროსებზე გაკეთებული ტროსებზე გაკეთებული ხიდი იყო და იმ ხიდზე გავდიოდი და ბაღებით გადავდიოდი ჩემს მშობლების სახლში
და იქ რო უყურებდი ოჯახებში მოხუცები დარჩენილები იყვნენ და რო დამინახავდნენ შენახა როგორ შემოხვედი რა ხდება ასე და მიშველა იმა რომ ახალგაზრდობის პერიოდში კალათბურთზე დავდიოდა სპორტულად არ მეშინოდა შიში არ მქონდა და ტროსებზე ამოცვენილი ფიცრები იყო ხიდზე და ტროსებზე გავდიოდი კასკადიორით და ისე გავქონდა საჭმელი გადაკიდული მხარზე დედა ჩემის ხო და ისე მაყურებს რო უყურებდი იმიტომ რომ თავის ბაღი იქ იყო საცამე მივდიოდი ამის ბაღზე გადავდიოდი საბაჟოს არ ახდევინებდი, ხო? არავინ და თავისუფალი იყო და მაყულის ბარდები, აგვისტო იყო და მაყულის ბარდები როგორც შავი მუთაკები ეგრე ეფინა. და რუსtildeლით საჭმელს რო არჭამდი, ერთი იქ მოფციცქინდი, მეორე იქ მოფციცქინდი და ესე გავატარე, რომ არ წნევას აუწევი, არც არაფერი და რო გამოვედი იქიდან, ჯერ 18-ში ავედი საფლავზე. ჩემი შვილი საფლავზე ავედი და მე ვთხარი არ დაგტოვებ, მაინც არ წავალ, მეთქი რაც გინდა მოხდეს და და რო წამოვედი იქიდან ცეცხლი ეკიდა უკვე იმ ჩვენ უბანში და გზაზე იმდენი ხის ცეცხლ მოკიდებული ისინი იყო ძლივას გამოვედი რომ არ მომედოს მეთქი იმდენად უბანში ვერ შევდიოდი უკვე ცეცხლ წაკიდებული სახლების პოლიციის და რომ შემოვედი ბინაზე უკვე ჩემსაც ეკიდა ცეცხლი და ჩემი მეუღლე ტუალეტს მოფარებული მაჩვენებს დაბლა იყო და მოდი აქეთ გამოდი არ ახვიდე მაღლა და ესე ჩემი თვალით უყურე როგორ დამიწეს სახლი როგორ გონიათ რა დარჩა თქვენში იმ ძველი ცხოვრებიდან რომელიც დევნილობაშიც არ წაიშალა რა დარჩა ის განსაკუთრებული თვისება იმ ძველი ცხოვრებიდან დევნილობამდე რა თვისება გამოყვათ რომ დევნილობაშიც არ შეიცვალა თქვენი ეს ურთიერთდახმარების აი ვიღაცას რო უჭირს და რაც მამაჩემისგან ვიცი რომ რასაც აკეთებ და ბევრი რამე უანგარო და უფასოდ გაუკეთებია. აი ამასაც ვცდილობ მე და აი აქაც რო ვარ და ვიღაცას ან შესაკერი აქვს ან რაღაც გასაკეთებელი აქვს და მთხოვე რომ იცია რომ ვაკეთებ მე ამას ან შარვალი შემოსაჭერი ან ფარდები შესაკერი. მე ამას უსასყიდლო ვაკეთებ და ისა რომ მეტყვიან ხოლმე რატო აკეთებო ფული რატო არ იღებო და აი მე ის გახსენება როცა მე ამ ქვეყნად აღარ ვიქნები უკვე 80 წელს მიტანებული ვარ 14-ში 80 წელს ხვდები ის ერთი ცრემლი ალალი ჩემი მოსაგონებელი იქ ჩემი სანთელი იქნება რა თვისება დარჩა თქვენში დევნილობამდე რომ გქონდათ და დევნილობაშიც არ შეიცვალა რა თვისებაა ეს თქვენ ჩემი მიწაწლის სიყვარული უსომოთ მიყვარს რომ ვერ მოვისვენე სადაც წავედი ვერსად ვერ მოვისვენე გავთხოვდი კიდევაც იმ ჩემი სოფლიდან მაგრამ მე ქმრიანად მე ისე მოხდა რომ იმას ჩემზე მეტად უყვარდა ჩემი სოფელი და იქ მივედით ანუ სულ თან მიყვება ჩემი სოფლის სიყვარული რა სიმღერა ან თამაში გახსენებთ ყველაზე მეტად თავს აი წევანაც თქვი რომ ეს არასოდეს დამავიწყდება ბავშვობაში სცენაზე რომ ვიმღერე ვაჟაუელ ვახარ რა იყო თქვენი ყველაზე დიდი ოცნება დევნილობამდე და დევნილობის გამო ვერ შეასრულეთ გულახდილეთ რომ გითხრათ ძალიან მინდოდა ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში მესწავლა აი ძალიან დიდ მინჩა ვაბარებდი და ქულა დამაკლდა აუსრულებელ ოცნება დამრჩა ხო დევნილობაში მყოფი როცა ამბობთ სიტყვას სახლი რა დატვირთვა გქონდა დევნილობამდე ამ სიტყვას სახლი და რა დატვირთვა დღეს ამ სიტყვას სახლი სხვა გემო და სხვა ფერი აქვს დღეს ამ სიტყვას და სხვა გემო და სხვა ფერი და სხვა ხმა გქონდა მაშინ რა თქმა უნდა ის სახლის სხვა იყო ეს სახლის სხვა არის ესა თავშესაფარივით მეჩვენება აი წარმოიდგინეთ მაგრამ სხვაგან როცა ვარ სადმე წასული და მოვდივარ აქში უკვე გული გამენადგება ჩემს საშუალო ესე იგი ჭერს აქონია დიდი მნიშვნელობა მაგრამ ის ჩემი სახლის ჭერი სხვანაირი იყო ძალიან არ მინდა რომ მივეჩვიო ძალიან არ მინდა რომ იქ წავიდე მაინც რა ვიცი რაღაცა იქნება გავაკეთო იქ და ისევ ჩემი შვილის საფლავზე
არ მიყანონდა იქ დავიმარხო. დევნილობაში დაბადებულ თაობას დიახ. როგორ უხსნით დევნილობამდე თქვენს ცხოვრებას? რანაირად უნდა შეაყვაროთ სამაჩაბლო, სადაც არ გაზრდილან? წარმოგიდგინეთ, ეგ არ არის ადვილი საქმე არ არის, ძალიან რთულია. ეხლა თაობა ისეთი მოვიდა, რომ შეიძლება არც მოგისვენოს, მაგრამ აი ხასიათი ხო შინაგანად თვითონ პიროვნებას მოსდევს, არა ზოგს უნდა რომ აი ნახოს ის სამაჩაბლო რანაირი იყო. ზოგს არ უნდა. გორში ერთი საბავშვო ბაღიდან გამოუყანიათ ბავშვები ლიახვის პირას სასეირნოდ. საბავშვო ბაღში რომ იციან გასეირნება და ერთ ბავშვს უთქვია, კეხველი ბავშვია, აქ დაიბადა, წამოსვლისას დაიბადა, იქ კეხვი არ უნახია და მე დავი შენა ლიახო რომ კეხვ ჩამოუარეო. თავის სოფელზე კეხვს რო ჩამოუარეო და ეს რას ნიშნავს? იმას ნიშნავს, რომ ბავშვს ფესვები მუცლიდან მოყოლია. თქვენ როგორ ფიქრობთ? თქვენი პირადი პასუხისმგებლობა, თქვენი პირადი ვალდებულება როგორ გესახებათ? ქაბატონო მარიდა. ჩვენ სიამოვნებით დავბრუნდებით, მაგრამ ისე ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ მივაწოდით ამას ბავშვებს. აი რანაირად ავუხსნით, როგორ უნდა მოუყვეთ ეს ყველაფერი მშვიდად, აუღერებლად და ცოტა სხვა ტაქტიკაა საჭირო, რომ ეხლამდელ ბავშვებს გავაგებინოთ, ჩვენ სად ვცხოვრობდით, ფესვები სადა გვაქვს და ჩვენი წინაპრები რო იქ არიან. ქაბატონო ლუიზა, თქვენ როგორ ფიქრობთ? მაგალითად ეხლა მე ორი შვილი მყავს და სულ იციან, რომ ერედველები არიან. არ შეიძლება რომ მამაც აგონებს და ჩვენ ყველაც რომ მინდა რომ იცოდნენ ერედველები არიან. ახლა შეიძლება უკვე დიდები არიან და რავი აქ დაიბადნენ, აქ იზრდებიან და აი მაინც აზრი ახლა ბავშვებისა მე ვერ ვიცი, მაგრამ იციან რომ ერედში არიან, ერედველები ვიყავით და უყვართ. მე არ მომიწევს ალბათ ახსნა მაგის, იმიტომ რომ დღე არ გავა რომ ჩვენ მაგაზე ლაპარაკი არ გქონდეს. მამა ჩემი მით უმეტეს ხო და სულ იციან, წარმოსახვით იციან. სად დიდი კაკლის ხე გვედგა, სად ძაღლის ქოხი გქონდა. რომ სულ კითხულობენ ეს დედასად თამაშობდა პატარა რო იყო, რასაც წარმოსახვით ყველაფერი იციან თითქოს. ქაბატონო მარადა, ანუ დევნილობაში მყოფს საკმაოდ მნიშვნელოვანი მისია გაკისრიათ დევნილობაში დაბადებული თაობის მიმართ. და აი ეს საქმე დევნილობაში დაიბადა ჩემი სამი შვილი, ორი ბიჭი და სამი ბიჭი უბრალოდ ერთი ჩემი გოგოსგან, ერთი უმცროსი შვილისგან და ეს ვინც ვისთანაც ახლა ახლოს მე ცხოვრობ 17 წლისაა და დაიბადა იმ დროს ზუსტად პერიოდში 2 წლის შემდეგ რაც გარდაიცვალა ჩემი ის დაღუპული შვილი რომ ყავს დაკრძალული ხეობაში და იმის სახელი ქვია თქვენ წარმოიდგინეთ იმდენად გავს რომ შემოდის მოვიწოდება რომ შვილი აღარაფავს და ისე გავს აი გაჭრილი ვაშლივით აინტერესებს როგორია იქით სამაჩაბლო არის ის წალკოტი რომელიც ნაკლებად იცის სრულიად საქართველოს და ის ადგილი რომელიც ჩვენ დაკარგული გონია ის ადგილი არის ძალიან ღირსეული ადგილი ლიახვი იმ ლიახვით რომელიც მინდვრებით ირწყვებოდა მთელი საქართველოს როცა გაჭირვებული ყომის პერიოდში კოსტავას დედას აქ ნათქვამი სამაჩაბლოში ჩავდიოდით ხოლმე და იქ ვიძენდითო იაფათო და ხარისხიან პროდუქტსო თქვენ საკუთარ ლექს ხომ არ გვეყოდე ხო მეტყოდი გისმენთ ამ ქვეყანაზე ყველაზე უფრო ძულს ვერაგი და მუხტალი ტყვია რომელმაც მოკლა ილია ტყვია რომელიც ესროლეს ზიაც სამაჩაბლოსა და აფხაზეთში ტყვია მჭრილობა დატოვა ღია არც მე დამტოვა მუხტალმა ტყვია მუხანათურად ფეხდა ფეხმდია და შვილის მკერზე 15-მა ტყვიამ ჩემი ჭრილობაც დატოვა ღია თქვენ რას ეტყოდით დევნილებს ეტყოდი გული არ გაიტეხოთ ჩვენ დავბრუნდებით ქაბატონო ლუიზა მეც იგივეს გამიმეორებ მეც ასე მგონია რომ სტუმრად ვარ აქ ყველა დავბრუნდებით ჩვენ სოფლებში და ნახავთ ჩვენ სოფელს და ყველაფერს კარგად მადლობა თქვენ რას ეტყოდით ქაბატონო მარიკა დევნილებს ვეტყოდი რომ შევინარჩუნოთ ჩვენი მეობა ჩვენი ადამიანობა
იქ როგორებიც ვიყავით, დავრჩეთ ადამიანებად. ჩვენ იქ მართლა ქვისგროვა ხوار დავტოვეთ, ჩვენ იქ შიდა ქართლი დავტოვეთ, ქართლის გული დავტოვეთ. თუ შეიძლება შოთა ნიშნიანიძის ერთ ლექსს ვიტყოდი. ამ ქუჩის ბოლოს ორი მოხუცი ცხოვრობს. მათი სახლკარი მარტოობისგან დამსგავსებია სოროს. საშიღრობლებად გადაიშლება ქვეყნის ოთხივე კიდეს, რაც უფიქრიათ, რაც წაუკითხავთ, რაც სიზმრებიათ კიდევ. ფანჯრის რაფაზე ბეღურები და წამლის შუშების ხედან წიგნის საქსოვი ბანქოს ქაღალდი ანიავებენ სევდას. ამ ქუჩის ბოლოს ორი მოხუცი ცხოვრობს. აქედან ხედავდა უკვე მიყვარს ბევრი ჩვენგანის ბოლო, მაგრამ ხანდახან შიში შემიპყრობს და იმ დღეებზე ვდარდობ. ამ ქუჩის ბოლოს ერთი მათგანი როცა დარჩება მარტო. ხალხო თამარ ხელისებურებით მე ჩემს იმას ვიტყვი, რომ კი არა აქ მნიშვნელობა იქ რა დატოვეს, რამდენი დატოვეს. ვისაც რა ქონდა ის დავტოვეთ. ცოტა იყო თუ ბევრი იყო, გული არ გავიდეხოთ. მთავარია ადამიანმა ადამიანობა არ დაკარგოს. მე ადამიანად მიცხოვრია იქაც და აქაც და ასევე მინდა დავბრუნდე და ყველას მაგას ვურჩევ, რომ არაფერი ისეთი არ გააკეთონ, რომ თავის მიწა-წყალზე რომ დაბრუნდებიან შერწყვეთ თავის. გისმენთ საოცარ ქალბატონებს. მღელვარებას ძლივს მალავ და ერთი რამ დავასკვენი თქვენი მოსმენის შემდეგ. დევნილობამდე ცხოვრება არ ნიშნავს მხოლოდ წარსულს. ეს არის ფესვი, საიდანაც დღესაც იზრდება ჩვენი სიძლიერე. თითოეული მოგონება არის ხიდი იმ დღემდე, როცა სამშობლოში დაბრუნება, კონკრეტულად კი თქვენ სოფლებში და სამაჩაბლოში დაბრუნება, ოცნება კი არა, რეალობა იქნება. ძვირფასო რადიო მსმენელებო, თქვენი სახელით მე მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმრებს, ქალბატონებს, რომლებსაც დევნილობამდე და დევნილობაშიც გასაოცარი მისაბაძი, დიდსულოვნება, პატრიოტიზმი, სიყვარული, სიკეთის კეთება და მოუშლელი ოცნება დარჩათ შეუცვლელი და მისაბაძი. მე ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენი სტუმრები, ეს არაჩვეულებრივი ქალბატონები, იმედის სხივად იქცევიან ყველა იმ დევნილისთვის, რომელთა მოწვევა დღეს სამწუხაროდ ვერ შევძელით, მაგრამ ამ ქალბატონების მიმართვა, მათ მიმართ იქნება ჩაუქრობელი სანთლის და იმედის სხივი სამაჩაბლოში დაბრუნებისა. Come